მოგესალმებით მეგობრებო, საღამომშვიდობისა. მოკლედ, ჩემი ვიდეო ლაივი პირველ რიგში მინდა დავიწყო მილოცვით და მივილოცო არგენტინის გულშემატკივრებს, რომლებიც ძალიან ბედნიერები არიან და ძალიან გახარებულები არიან არგენტინის გამარჯვებით. და მინდა შევახსენო საზოგადოებას კიდევ ერთხელ, რომ ეს არის სპორტი, რომელიც პოლიტიკიდან ნამდვილად შეუძლებელია გაყო, იმიტომ რომ სპორტი წარმოაჩენს ყველაფერს იმას, რაც ერში არის დაგროვილი და მთელი სოციალური ქსელი, არგენტინული ქსელები იქნება თუ ასე შემდეგ, აჭრილებული არის ესეთი მემებით, სადაც გამოსახული არის მარადონა 1986 წელს, მაშინაც 2-1 გაიმარჯვა ინგლისმა არგენტინამ და 2026 წელი. ახლა რატო არის ეს მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანი არის იქიდან გამომდინარე, რომ 86 წელს მიდიოდა ომი დიდ ბრიტანეთს და არგენტინას შორის ფოლკლენდის კუნძულების გამო. და ამ ფოლკლენდის კუნძულების გამო დიდი სისხლი დაიღვარა. და მაშინ მარადონა შენაცხეს ეროვნულ გმირად. იმის თქმა მინდა, რომ ამ ორ ნაკრებს შორის და ამ ორ ქვეყანას შორის არის ისტორიული დაძაბულობა, არის ისტორიული დაპირისპირება, არის ისტორიული მტრობა და ამიტომ ესე ხდება ყოველთვის გამოხმაურება, ეს არ არის მარტო ქართულ ფენომენში ეს ყველაფერი, თუმცა დააკვირდით, ეს არ ყოფილა შეურაცხყოფა, არ ყოფილა ერთმანეთის სიძულვილი და რაღაცა. მიუხედავად იმისა, რომ არგენტინაში სხვათა შორის ერთი რაღაცა მინდოდა მეჩვენებინა, არგენტინაში სხვათა შორის ტანკითაც კი გამოვიდნენ ემაზე, რა ქვია, ტანკითაც გამოვიდნენ ქუჩებში, რითაც აღნიშნავდნენ არგენტინის გამარჯვებას და მოკლედ ისტორიულ მოწინააღმდეგესთან დღემდე არის და ფოლკლენდის კუნძულებთან დაკავშირებით და მოკლედ ესეთი ზარზეიმი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იყოს ის სიბინძურე და ის ზიზღი, რომელიც სიბინძურე და ზიზღიც, როდესაც ქართველები ვეთამაშებით, არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი ქვეყნის ნაკრები იქნება, რომელთანაც ცოტა რაღაც ისეთი გადახრილი ის აქვს რა, რუსეთზე ზედმეტია ლაპარაკი, კიდაც სომხეთთან რო ხდება ეგეთი რაღაცა. სხვა იმგენთან ეთნიკური შუღლის გაღვივების ელემენტები ამაში არ არის შესული, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკას, ეს პოლიტიკა არსად არ გადის, ყველგან არის და ყველგან ხდება ესეთი გამოვლენები. დღეს კი მინდა ერთ რაღაცას გამოვეხმაურო, პირველ რიგში მინდა გავიხსენო დაახლოებით 37 წლის წინანდელი მოვლენები და ეს ჩემი თემატიკაც, რომელიც აფხაზეთთან მიმართებაში მაქვს ბოლო დროს გაკეთებული, რომელიც ეხებოდა უკრაინელების მონაწილეობას ქართველების გენოციდში აფხაზეთში. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მახარებს თქვენი ციკვინი, ძალიან მახარებს, ვიცოდი რომ ძალიან გეტკინებოდათ და დღეს სხვათა შორის კიდე მინდა გითხრათ, ასავალ დასავალს მივეცი ინტერვიუ და ორშაბათის ნომერში ასავალ დასავალში იქნება კიდევ ჩემი ინტერვიუ ამ საკითხთან დაკავშირებით. სლავა უკრაინელებო, უნდაგანათლებულებო, ეს არის ფაქტი და ეს არის რეალობა. და არ შეიძლება ეს ფაქტი უახლესი ისტორიის ესეთი ფაქტები იყოს დამალული, ვინც ქართველებს გენოციდს უწყობდა, ვინც ქართველებს ტყვიას ესროდა, ვინც ქართველების მკვლელობისთვის ორდენებს ღებულობდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძმათ არ უნდა გაასაღო ის. არ უნდა გაასაღო ძმათ. მე ისევე წინააღმდეგი ვარ უკრაინოფობიის, როგორც წინააღმდეგიცა ვარ რუსოფობიის და სომხოფობიის თუ ნებისმიერი ფობიის ასე ავადმყოფურ გამოვლენებას რა. მაგრამ ის რაც ისტორიაში არის და ის რაც ისტორიული მოვლენა იყო, არ შეიძლება იმ ისტორიული მოვლენას სხვანაირი ფორმა მისცე. დღეს მით უმეტეს ახლა მოვლენები არის ეს ტრაგიკული მოვლენები, რომელიც აფხაზეთში განვითარდა, ეს 15-16 ივლისის მოვლენები იყო, როდესაც სისხლი დაიღვარა სოხუმში, არაერთი ღირსეული ქართველი იქნა მოკლული და მაშინ გამოჩნდა ყველაზე მეტად, რომ აფხაზეთის ომი გარდაუვალი იქნებოდა თუ კი ქართული მხარე ნორმალურად არ წაიყვანდა თავის პოლიტიკას. და ზუსტად ამაში იყო ცხონებული ზვიად გამსახურდიას ფენომენი, რომ ის მაქსიმალურად ცდილობდა, რომ ამ ყველაფერზე ისე აევლო გვერდი და ისე მოეგვარებია ეს პრობლემები, რომ დაპირისპირებამდე და ტყვის როლამდე არ მისულიყო ყველაფერი, მით უმეტეს აგურგულუაც ყვებოდა, რომ პუტჩის დრო როდესაც იყო, გადატრიალების პერიოდი როდესაც იყო,
მაშინ აფხაზეთის დეპუტატობა გააგზავნა სპეციალურად აფხაზეთში, აქ თქვენ ვერაფერს ვერ გააკეთებთო და ჩადითო აფხაზეთშიო და იცოდითო, რომ როგორც კი ესენი თბილისში დაგვამხობენო, იმ წუთში შემოარდებიან აფხაზეთშიო და აფხაზეთში თუ თქვენ მოკიდეთ იარაღს ხელი და ატყდაო ერთმანეთის ხოცვა, ჟლეტვა, უბედურებაო, იცოდითო, რომ მომდევნო აფხაზეთი იქნება და ჩვენ აფხაზეთს დავკარგავთ ძალიან დიდი ხნით. მართლა ყველაფერი კაი აუხდინოს ისე, როგორც ზოგადად გამსახურდია ეს სიტყვები ახლა სხვა პროგნოზებთან ერთად, სხვა უამრავ პროგნოზებთან ერთად და რა მინდა რომ ვთქვა, აქ ბევრი ვირთხა ეს უკნიდან განათლებული სლავა უკრაინელები მეუბნებოდნენ იმას, რომ ესა რა ქვია უკრაინელებთან რა გინდა, რამდენი ქართველი მონაწილეობდა ესე იგი აფხაზების მხარეს ქართველების წინააღმდეგ. არასდროს დამემალია მაგი, პირიქით ყოველთვის მაგას ვამბობდი, დაწყებული არძიმბას მძღოლიდან, იქ დამთავრებული მსროლელებით და ემეთ უამრავი იყო ქართველი და ქართული გვარის მატარებელი იმათ მხარეს. დიახ იყო. ამიტომ მეორე სერიას ზუსტად თქვენ შემოგთავაზებთ, თქვენ მოგიძღვნით და როგორი ქართველები იყვნენ ისინი, იცი? ქართული გვარი და სახელი რო ქონდათ, ქართულათაც რო საუბრობდნენ და დაეწერენ აფხაზებად და რა ვიცი, რარჯულის ადამიანებად და ქართველების წინააღმდეგ მოკიდეს იარაღს ხელი და საომრად წამოვიდნენ საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, სისხლი და ბევრი ჩაძაღლდა. ძაღლი მიაგდოს სულში, ზუსტად იმათი შთამომავლები ხართ თქვენ, ეს სლავა უკრაინელები. თქვენ ეს ყველა ეს დედარძე მოტყნული ხალხი, ვინც ახართ უკრაინის, ამერიკის, ნატოს, ევროკავშირის და ამათ დროშებით რო დარბი ხართ. აბსოლუტურად ყველა მოკიდებთ იარაღს ხელს და აბსოლუტურად ყველა ესვრით თქვენ სამშობლოს და ესვრით თქვენ ხალხს იმის გამო რომ თქვენ ვიგოდა გქონდეთ და რა მნიშვნელობა აქვს ხელში აფხაზეთის დროშა გეკავება, რა მნიშვნელობა აქვს ხელში ნატოს დროშა გეკავება, რა მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის თუ რუსეთის თუ ვისი დროშა გეჭირება, რა მნიშვნელობა აქვს? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. მნიშვნელობა აქვს ერთ რაღაცას. შენ რომელ მხარეს დგეხარ ისტორიის? იმ მხარეს, რომელიც შენ სამშობლოს და შენ ქვეყანას და შენ ერს გამოადგება, თუ დგეხარ იმ მხარეს, რომელ მხარესაც დადგომა შენ სამშობლოს დაღუპავს. და დიახ, თქვენნაირმა ქართველებმა დაღუპეს ქვეყანა და იარაღსაც მოკიდეს ხელი და იბრძოდნენ და სისხლი დაღვარეს. მე ვეცდები მაქსიმალურად მოაგროვო ინფორმაცია აი მეორე ნაწილში და ესეთ მოღალატე ქართველებზე გავაკეთო ბლოგი და უბრალოდ იქნება ერთი მარტივი რაღაცა, წაშალეთ ეს აფხაზეთის დროშა, ჩასვით უკრაინის დროშა, ჩასვით ევროკავშირის დროშა, ჩასვით შიგ ევროპის დროშა. აბსოლუტურად არაფერი განსხვავება თქვენ შორის არ იქნება. აბსოლუტურად იდენტური იქნება იქ ყველაფერი. იმიტომ რომ თქვენ სამშობლო ფეხებზე კიდიათ. და აღარ არის მარტო ნაცკოცებზე ლაპარაკი ხალხო. ნაცი კოცი არა აქვს მნიშვნელობა, კოცი უბრალოდ ბევრს აგრესიული რო არაა, ხო? ამიტომ წარმოგიდგენიათ, რომ ვითომ ვაინ და ნაცზე უკეთესია, რითია უკეთესი? ერთი ნაბიჭვარია ორივე. ერთი ნაბიჭვარია ხალხო. ამათში განსხვავება როგორ შეიძლება დასვას ადამიანი. ზუსტად ისე გააკეთებს კოციც. ასე არ აკეთებენ 14 წელიწადია? ქართველი ერის წინააღმდეგ ჭამდგარი არიან დაწყებული ბიზნესით, დამთავრებული ეგ რიგითი კოცმაცუნით და ეგ ხვალზე ესე რა ქვია არაბული ქალაქების მშენებლობა რო დაიწყება, ეს ბოზიშვილი კოცები გამოვარდებიან ქუჩაში და ჩვენ დაგვიწყებენ ჩხუბს და ჩვენ დაგვიწყებენ იმას, რა ქვია, რომ ჩვენ ვართ ქვეყნის განვითარების წინააღმდეგი და მზად იქნებიან ტყვია გვესროლონ და გადაგვიარონ ტანკით იმის გამო, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ საქართველოში არაბული ქალაქების მშენებლობის. დამიჯერეთ, ეს ზუსტად იგივე ხალხი არის, არაფერი სხვაობა ამათში არაა და ისტორიულად იყო ეს ხალხი ამ ქვეყანაში. ისტორიულად იყო ეს ბიოლოგიური ნაგავი. არ ვართ ამ ხრივარს გამონაკლისი, არა ვართ. ყველგან იყო ეგეთი ხალხი, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ და ტრის მხარეს ეს ნებისმიერი ქვეყნის ისტორიაში ყოფილა. სამწუხაროდ საქართველოს შემთხვევაში ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი არის. ბიძინას სახელით, მიშას სახელით, პატრიარქის სახელით, ვისი სახელით, რისი სახელით, საკუთარი ერის და ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებდნენ ესენი ყოველთვის. ასე იყო ეს. ასეა დღესაც. არაფერი არ შეცვლილა აქ. ამ იმაში არ შეიძლება ესე რომ ვთქვათ, განსხვავება დავდოთ, თუნდაც აი ელემენტარულად ამის წინებზე, ერთი ორი დღის წინ შემხვდა აი ესეთი, აი როგორ გვანან ეს ხალხი ერთმანეთს, უბრალოდ მარტივად გასაგები რო იყოს და აქ მარტო ნაცებზე რო არაა საუბარი რა. აი ეს ამათი კოცების პრინცი, მომავალი მეფე. ეს ცოტნე, რომელსაც მეფობას უმზადებენ და რომლისთვისაც კონსტიტუციური მონარქიის შექმნა უნდათ და ასე შემდეგ.
გამოვიდა დავადების დღეო მეგობრებთანო აღნიშნეო ბედნიერათო და აგერ მამა, აგერ დედა. ერთსა ძაღლი ხელში, მეორესა ძაღლი ხელში. ბედნიერი ოჯახი, როგორც მე ვიცი და როგორც იყო საქართველოში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ზეიმობდა ძაღლი კი არა ბავშვები ეკავათ ხელში და შეძლოთ მისი ძმისშვილები პატარები დაიყენებთ. რა ჩემი საქმეა, მე ჭკუაზე არ ვასწავლი ამაზე, რაც უნდა ზუსტად უნდა ერთმა პინგვინი დაეკავოს ხელში და მეორემ ზებრა აფეხებზე არ მკიდია, მაგრამ მე რას გეუბნებდი, იცი ამ ხალხში არანაირი იდეური განსხვავება არა. ძაღლებით. ეს. იმიტომ რომ ახლა ძაღლი მოდაშია. მე ძაღლები. ძაღლმადიდებლობა ეს შემოსული სენი, რომელიც სენიც აი ამათგან მოდის ეს ძაღლმადიდებლობა. და ესეთი ხალხი მოუტანენ ქვეყანას კარგს. ახლა ზოგიერთ ძაღლმადიდებელს ეწყინა, რომ ეგენი რაშრაში არიანო და ისევ და ეს მე ამ დაავადებულ ხალხსაც არ ამაქვს ლაპარაკი. ჩვენთან რამდენი სექტორიც კი და იმდენი სექტორი არის დაავადებული. აი რო იცოდით რა, ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა, ეს ძაღლებითაა ეს ხალხი ბედნიერები, ამათ სამშობლო და ესეთი რაღაცები ძალიან ზედმეტი არის, ალბათ სიცილით კვდებიან ამ ჩემს ლაივებზე, როდესაც არის ლაპარაკი და ეხლა მინდა ერთ რაღაცას გამოვეხმაურო, რომელიც მიმდინარეობს ეს კოცების დადგმული სპექტაკლი, რომელიც მიმდინარეობს და ესე იგი ვატო შაქარაშვილის ობორნიაში, რომლის წევრებიც არიან პუჩისტები, იმის რა ქვია ოქრუაშვილის გენერლები და თაღლითები, ეს ხალხი რაღაცა სარჩელი შეუტანიათ რაღაცის წინ, ვიღაც იმათ წინააღმდეგ რა არა. ოპოზიცია უნდა დააჭერიოს თურმე ვატო შაქარაშვილმა, უნდა გაანეიტრალოს თურმე ყველაფერი და აი ამ დროს შემოკარგებო ესეთი რაღაცა ამოტივტივდა. აი ეს ქალბატონი ნანა კაკაბაძე, რომელიც არ ვიცი პარტიის წევრი არა ვარო, იქა ვარო, ვერ გაიგებ ამაზე, მოკლედ ერთად არის. და სასამართლოზე გამოსულა ეს მდედრი და ასეთი ეთყობა ვიღაცამ შეახსენა, რომ პუჩისტი იყო და ნაძირალა იყო და ჩათლახი იყო. ხო, ასე იყო ეს. მის დღემდე რო ორგაზმი ემართება იმის, რა ქვია, იმის ხსენებაზე. ჯაბა იუსელიანის ხსენებაზე. ერთხელ გადაცემაშიც იჯდა ეს ჩემთან ერთად. მაინც ახლა რაც მანდილოსანი როა ვცდილობდი, რომ რაღაცნაირად თავი შემეკავებია, მაგრამ ამდენი ხანია კაცი მკვდარია, ერთადერთი კანონიერი ღირსეული პრეზიდენტი საფლავში არ აყენებენ და გამოსულა და ესეთი სიბრძნე დაურეხვებია ამას, რა ქვია, ამ პუჩისტს ესო, რა ქვია, ზიად გამსახურდიამო თავის თავს მოუწყო პუჩიო. ხო, თავის თავს მოუწყო პუჩიო და თურმე ესენი არაფერ შუაში არ არიან. აი იმდენი თქვენი დედას შევეცი ყველა პუჩისტებისას. აი იმდენი თქვენი დედა მოტყას ყველასი რა. თქვენი და მაგ თქვენი ბანდის. მაგ საბოზეთის მაგის. მაგ თქვენი პუჩისტების იქით გოგახუინდრავას თამადობით, მაგეთ შენი თამადობით, კრახაბორა ქალო. ხმას როგორ იღებთ საერთოდ ზვიად გამსახურდიას და ეროვნულ მოძრაობას როგორ ახსენებთ თქვენ ბოზიშვილებო თქვენ. თქვენ მართლა ბიძინას მარჯვენა და მარცხენა ყვერებო, თქვენ თავს რო უწყობთ ამნაირ ცირკებს და ამნაირ კლოუნადას რო უწყობთ, ბიჭო. საერთოდ სწონებულ ზვიად გამსახურდიას როგორ ეხებით თქვენი აყაროლებული ენით, ბიჭო. ვინ ახართ თქვენ საიდან მოდიხართ, მართლა რა ჯიშის ახართ ეს აყაროლებული ხალხი რა. ხო, თავის თავს მოუწყო ზვიად გამსახურდიან პუჩი, თავის თავს. და ესენი ყოფილან ისე რა ქვია, ზვიად გამსახურდიას მეორე განაყოფები. თქვენ იყავით შევარდნაძის მარცხენა ყვერები. ახლა ხართ ბიზნეს მარჯვენა ყვერები. შენს ის შენი შაქარაშვილის და მთელი ის ზაბოზეთი იქ რო ხარ. თქვენ ვიზე გაქვთ ხმა ამოსაღები. ამათ ვიზი აქვს ხმა ამოსაღები, ამათმა ვის უნდა უჩივლონ და ამათმა ვინ უნდა გაასამართლონ, ბიჭო. ამათ აი ეს ჩათლაში. შეხედეთ? ეს ვინ არის, იცით? ეს ამათი εμის წევრი, რა ქვია, პარტიის წევრი, გენერალი. ეს ლევან ნიკოლაიშვილი, ვინ არის, იცით? ეს მათხოვარი, ეს ნაძირალა.
ეს არის რომელმაც კოდორის ხეობაში ქართული სოფლების დაბომბვა დაავალა ქართულ ჯარს. და გადახედეთ ერთი პილოტების იმას, რა ქვია, მონაყოს თუნდაც ამ წულუკიანის კომისია რო ტარდებოდა, პილოტები როგორ ყვებოდნენ, რომ ნიკოლეიშვილი დასტევდა და ქართული სოფლები დაებომბა. ამან ბიჭების უნდა უჩივლოს. და მოხდა იქ. იქ მსხვერპლიც მოხდა და უბედურებაც მოხდა. ყველა ზოგმა შეასრულა ბრძანება, ზოგმა არ შეასრულა. მაგალითად აცხონოს ღმერთო სოსურაულის სული, რომელიც მე კონგოში იქნა ჩამოვარდნილი, მან ორჯერ გადაფრინდა, არ დაბომბა ქართული სოფლები და უკან დასვა და ამის გამო იჭერდნენ კაცს. აი ეს ნაბოზვარი და ეს სააკაშვილი და ესენი რო გამოვლიან ბიჭო და ქართულ ღირსებაზე და ეროვნულ ხელისუფლებაზე და ვინმეს გასამართლებაზე რო დაიწყებენ ლაპარაკს. სადა გაქვთ ბიჭო სინდის ნამუსი მართლა რა ყველაფერი მოსულა მე ზიზღება საქართველოსკენ გამოხედვა აღარ მინდა რა. აღარ მინდა ყველაფერს გეწები ამდენი აყაროლებული სად იყო და სად მოიძებნა ვინმე. და ყველა როგორ სამშობლოს პატრიოტად ასაღებს თავს. უკან გაიხედეთ რა წარსული მოყვება თქვენ ბოზიშვილებო ვინმე. რამდენი ქართველი გაამწარა ამან. რამდენი ქართველი გაამწარეთ თქვენ პუჩისტებო, თქვენ ბოზიშვილებო, თქვენ ვიზზე გაქვთ ბიჭო საერთოდ სალაპარაკო რამე. ვიზე გაქვთ და ამას მე მგონი დაავიწყდა ესა რა ქვია. ამას აქ იქეთ გუგეშაშვილი. დოდო გუგეშაშვილი. მეომარი ქალი და მაგარი ქალი და ეს მხედრიონის ერთ-ერთი მთავარი ეს ჩამოყალიბებული. ძარცველი, მყოფლელი. და აქეთ ეს ნანა კაკაბაძე და შვაში მათი სიმპათიის ესა ჯაბაიოსელიანი. და არა, პუჩი ამათ არ მოუწყვიათ. არა, ზვიადმა მის თავს მოუწყო, მისით. მოელანდა თურმე ეს ყველა, ესენი არაფერ შვაში არ არიან. ღმერთმა დაალოცოს ბატონი ბიძინა. აი ესეთ დედამოწყნულ საზოგადოებას, აი ესეთ ნაბოზვარ ხალხს, აი ესეთ ჩათლა ხალხს ახლა გეკითხებით და გამეცით პასუხი. რატო უნდა ეშველოს? მე გისვამთ ელემენტარულ კითხვას. რატო უნდა გეშველოთ? და ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ ამ ხალხს ჰქონდა პატრიოტიზმი? და ამ ხალხმა აფხაზეთში ეს რაც თბილისში დაატრიალეს ამათმეს, ხო ყველას კარგად გვახსოვს. ხო ყველას კარგად ახსოვს. და ესენი ბიჭო რომ აფხაზეთში შევიდოდნენ. აფხაზეთში შევიდოდნენ და იქ რას გააკეთებდნენ და სამეგრელოს რა უკნეს, როგორ ააწიოკეს, როგორ ააქოთეს ყველაფერი და ესენი იქ რას გააკეთებდნენ ვინ? ბარეორი იმასაც ითხოვდა, რა ქვია, სომხურ ბატალიონთან დაკავშირებით, ბაგრამიანის ბატალიონთან დაკავშირებითაც გავაკეთებ მაგასაც. აუცილებლად გავაკეთებ. ოღონ ისი არა თქვენ რო გინდათ. იმასაც, აი, ფესვი საიდან მოდის? ვისი დამსახურებით გახდა სომხურმა ბატალიონმა, სომხურმა მოსახლეობამ, ვისი წყალობა იყო ხელი რომ უკიდა იარაღს და ქართველების წინააღმდეგ წამოვიდა საომრად. ვინ, რატო მოხდა ეს ყველაფერი? ყველაფერს გავაკეთებ და დავდებ. აი ამ ჩემს ფეხებს თქვენ თუ ეს არ გსიამოვნებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს ასე არ იყო. ისე როგორც იმ ბოზიშვილ სლავა უკრაინელებს არაფერი არ ერიდება და ისე თქვენ სლავა ბიძინელებს არაფლის არ გსვენიათ. თქვენ ბიჭო ბოზმაო, ტრუსიკის აწევაო, თუ მოგასწრო ისო რა ქვია ყველაფერს შენ დაგაბრალებსო. ან არაფერი არ მოხდა რა. აი ზუსტად ესეთი ხალხი ხართ. ესეთი ხალხი ხართ, ამათ თქმა უნდა აშენონ ესა რა ქვია საქართველოს მომავალი ბიძინასთან ერთად და ესენი წინააღმდეგებიან ახლა ევრობიუროკრატიას და ნატოს და ამ იმას. წადით ბიჭო სახში მაინც შედით ბიჭო. სახში მაინც შედით ხალხს მოენახებით, მაგრამ სინდისი ტრაქში გაქვთ, თქვენ ბიჭო, სადა გაქვთ სინდისი? როგორც იმ ნაცებს არა აქვს სინდისი, ისი არა გაქვთ თქვენ სინდისი. თორე ნორმალური საზოგადოება რო იყოს, ქუჩაში ვერ უნდა გამოდიოდეთ ბიჭო თქვენ. პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური ძალა და ვინმეს კი არ უნდა უჭიოდეთ. თქვენ ძაღლის გაგდებულებო თქვენ. ღმერთმა დაალოცოს ბიძინა, ამ შენდით, ასე ვართ, ისე ვართ. დღეს შიგ ევროპაში ვართ, იქ გვინდა, დღეს შიგ აზიაში ვართ, იქ გვინდა, ამ შენდით ტურიზმი მოდის. აშენდებით ბები თქვენის წაბლატ რაკმა. ესა რა ქვია, ჩინეთიდან სტალინის სახმუზეუმის ანახავად ჩამოვა ხალხი და ნახავს. თუ იქნება პირდაპირ ფრენები. იმ სტალინის იმითი რა ქვია ნაშრომით და ნაღვაწით ცხოვრობს გააძღა და გასკდა მაგ თქვენი ოლიგარქი ვინც თავზე გაზით და თქვენ ბოზიშვილებო მისი ნაშენები და ნაიმასკნელი ჯერ დაძარცვეთ და დაყიდეთ და ახლა მისი ტურიზმის იმით რა ქვია შემოსავლით ჯიბეები გინდათ დაივსოთ და თქვენ კარგები ხართ და ცხოვრება გინდათ. აბარა დღეს ახლა 100-ია საჭირო იმიტომ ბიძინამ ასე გადაწყო. აი როგორი გულის ამრევი საზოგადოებაა საქართველოში. თქვენ ამ ხალხთან გიდათ ბიჭო სიმართლე და სამართალი გაიტანოთ. ამ ხალხს ესმის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი სიტყვის. ერთადერთი რამის ესაა ძალა.
ეს არის ძალა. და თუ ძალა არ აგაქვს, არავინ და არაფერი არ ახარ შენ. და სამწუხაროდ ეროვნულად მოაზროვნე ადამიანები ვინც არიან, ყველა დაფანტულია, ყველა და განაძალა არა, ძალა უზარმაზარია, მაგრამ გაფანტულია. ყველა ერთმანეთზე გადაკიდებულია. ყველა ერთმანეთს ლანძღავს, ყველა ერთმანეთს აგინებს, ყველა ერთმანეთს ტრობს, ყველა ერთმანეთთან დაპირისპირებაშია შესული და ეს ზუსტად იმიტომ, რომ აი ამ ბოზიშვილებმა იგულავენ. ხვალზე გრო დაიწყება იქ არაბული ქალაქის მშენებლობა, ეს თავდადებული პატრიოტები გარეთ კი არ გამოვლიან და ხმას კი არ ამოიღებენ, ახლა ასეა საჭირო, იმიტომ ბატონმა ბიძინამ ეს ყველაფერი იცის. აი ასე დედა მოეწყნა ამ ქვეყანას. და აბსოლუტურად ყველა ვინც დუმილითაა და ვინც ამას ტაშს უკრავს და ხელს უკრავს, ყველა ხელის შემწყობი არის რა ამ ყველაფრის რა. ამიტომ გამელოდეთ ძალიან მალე შემოგთავაზებთ იმ უსინდისო ქართველებზე, რომელი უსინდისო ქართველებიც იბრძოდნენ აფხაზების მხარეს, რა წვლილი აქვს შეტანილი, ვინ იყო, რა იყო, რამდენი ჩაძაღლდა ამ ომში და კიდევ ერთხელ გეუბნებით, წაშალეთ იქ თქვენ ისა რა ქვია აფსნი და დაწერეთ იქ ისა რა ქვია შიგ ევროპაში. გადაშალეთ ესეც და დაწერეთ იქ ღმერთმა დალოცოს ბატონო ბიძინა და გაუმარჯოს არაბიზაციას. ეს ხალხი ხართ თქვენ. ახლა ჩემო ძმაო ირმა-ინაშვილის ხედრიონელობა ახლა სიმართლე გითხრა ვინ იყო მაშინ ჩვეულებრივი პუჩისტი იყო ეგეც და ჩვეულებრივი ნაზირალა იყო ეგეც მაშინ რა ქვია ახლა რო ემიჯნებიან მაშინ იმაზე მუშაობდა რა ქვია საზოგადოებრივ მაუწყებელზე და იმაზე კიბეებზე იჯდა იქ და იქ მაშინ ვინ ეკითხებოდა მაგას რაღაცას მაგრამ იქ იყო და მე ჟევარნაძის ტრაქში იყო შემძრალი და მასე იყვნენ მაგენი სულ ყველა მასე იყვნენ ეგენი სულ ყველა და მაგათ პარტიას კიტოვანის შვილი აფინანსებდა და იქ იყო ეს დოდოშკაცი ყავდათ და გულაობდნენ რა ბიჭები და გოგოები და ხალხს ატყუებდნენ კიდე რომ ეს რა ქვია ჩვენ თურმე იმის რა ქვია კოჰაბიტაციის წინააღმდეგი ვარ და ბიძინას წინააღმდეგი კაპიკებში აღიდეს მე ეს ხალხი ამ ბოზიშვილებმა ამათ ესა ამ უბედურებაშია ჩვენი ქვეყანა ჩავარდნილი ამბობდა ცხონებული იქნება 1000 პარტია და ყველა იქნება ერთიო ნუ ჯერ 1000-მდე არა ვართ ასული 300 რაღაცა ყოფილა ნუ და დარჩენილი არის კიდე რა ქვია 600 სადღაც 60 თუ 670 არ ვიცი ზუსტად ვერ ვიტყვი რეგისტრაციით გონია 333-ს აღწია უკვე პარტიებმა და 1000-ზე რუავალთ საქართველოში და იმედი რო გვექნება რომ გამოვა პარტია ვიღაცა მოვა თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი აი პარტიას შექმნის მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას დაამარცხებს ბოროტ ძალას და ხალხს უი თქვენ ჩემო გაჭირვებულო მშიერო ქართველებო აგერ თქვენი ქვეყანა და გადაინაწილეთო და ასე ქენით და ისე ქენით უაი თქვენს პატრონს თქვენსაც ვინც ამ სირობას ელოდებით და ვინც ამ ვისაც ამ სირობის გჯერათ ისე როგორც გჯეროდათ იმისი რომ პატრიარქი გაგიძღვებოდა წინ და მეორეთ მოსვლის დროს შეხვდებოდით მთაში და ეს რა ქვია აფხაზეთში და ასე შემდეგ დაბრუნდებოდით ხო აღარა არც შევარდნაძეს იძახოდა იმაში ისე არ წავალო გაგრაში თუ არ დავისვენო წევიდა შევარდნაძის ძვალი აღარ იქნება მალე დაისვენეთ იმაში გაგრაში წავიდა პატრიარქიც გარდაიცვალა ილია მეორე აღარა მევიდა მეორეთ მოსვლა ელოდებით კიდევ ელოდებით ზოგჯერ შეიძლება იგიც ფიქრობ რომ გაცოცხლდება ხო და ეს რა ქვია ელოდეთ იმას რა ქვია დანარჩენმა ნაწილმა ელოდეთ და დანარჩენებმა კიდე რა ქენით იცი ახლა სხვა პარტიაა რა და ხმას ვის უნდა მივცეო და ელოდეთ სხვა ვინ ამოვიდა გიშველი არაფერი ამიტომ არ ეშველება ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება ამ ქვეყანას მე იძულებული ვარ სიმართლე ვთქვა და ვისთვისაც ეს სიმართლე მისაღები არის ეს ხალხი ყველა დაჯგუფდეს ერთ მხარეს და აქეთ ვინც არიან ეს ძალიშვილები აბსოლუტურად ეს ხალხი სულ ყველა გადაჯგუფდეს იქეთ და იცოდეს თუ ეს ოდესმე თეორიაში მოხდება ნაძირლებმა შეჭამეს ჩემი ქვეყანა და გაანადგურეს ჩემი ქვეყანა ეს არის ფაქტი თითოეულ სიტყვაზე რომელიც თქვი ვაგებ სიცოცხლეთ პასუხს ეგა და არავისი არა ვარ კიდე და არავისი მას რა ქვია ფანატიზმი არავისი არ მახასიათებს მაგრამ შავის და თეთრის გარჩევა შემიძლია შეცდომა ყველა პოლიტიკოსს აქვს და ცხონებულ ზვიადგამსახურდიასაც ჰქონდა შეცდომები რა თქმა უნდა შეცდომა როგორ იყო მაგრამ იმას არ დაუშვია ისეთი შეცდომა რომელიც საკუთარ ერს საკუთარ სამშობლოს საკუთარ ხალხს საკუთარ ქვეყანას მოუტანდა ტრაგიკულ შედეგებს აიღეთ მისი გადაწყვეტილებები აიღეთ მისი გადადგმული ნაბიჯები აიღეთ მისი ნამოქმედარი და აიღეთ მე ამათი ნამოქმედარები და იმათ ერთი სიტყვა არ აპატიეთ იმ კაცს
ერთი სიტყვა არ აპატიეთ და დღემდე ამ დასირებულ ხალხს შეუბნები რა დაგიშავოთ თქვა რა დააშავოს ზოგადად გამსახურდია პოლიტიკოსი არ იყო ცოლის ჭკუაზე დადიოდა რო ეკითხები ერთი მისმა ცოლმა რა გადაწყვეტილება მიიღო ისეთი რომელმაც ქვეყანას მოუტანა ქცევა ამას ვერ გეუბნება მე ხო გაცხოვრად ნანული შევარდნაძემ 7 ლარიანი მასში რა ქვია პენსიაში და კაი დიასახლისი იკმარებსო ხო იყო მე ეგერ სანდრაია მაგარი ლედი გალანსკაია კაროვა მეგრულად იმღერა 1-2 სიმღერა და მის ფასი არავინ არ ყავდათ და ეგერ ქართველების ორგანოებით იმაზე ვაჭრობდა და მილიონებს შეულობდა ხო უკეთესი იგი ყავდათ რა ქვია პირველი ლედი მე რეიმან რა ქვია მაკაჩიჩუამ და მათმა და ამათ ხო გააფრთხინეს ქვეყანა რა ვქნა ხალბატონო ნანა დედა რო არ აყავს ქვეყანას დიდი ხანია მეც ვიცი ეს ამასობაში არა იმიტომ რომ არ უნდა ამ ხალხს სამშობლოს გულისთვის გვერდით დგომა და არ უნდა ამ ხალხს სიმართლის მიღება ამათ უნდა ერთმანეთის ჭამა ერთმანეთის ხოცვა იქ აფხაზეთში რაც მოხდა იქ აფხაზეთში საიდანაც დავიწყე ამ ვიდეოზე საუბარი იქ აფხაზეთში რაც მოხდა იქ რო ქართველისთვის არ ემტრო ქართველს რო ქართველისთვის სისხლი არ გამოიღო იქ ჩვენი დამარცხება გამორიცხული მაგრამ ეს უნდათ იმიტომ უნდათ რომ რაც შეიძლება მეტი ვაჟკაცი გულანთებული ქართველები იქ გაწყვეტილიყვნენ და რომელიცაც მე ქვეყანა ვეღარ წარმოიდგა და დარჩენილი იყვნენ ესეთი კაცუნები როგორებიც არიან ნაცები და როგორებიც არიან ქოცები კაცმაცუნები კაცის ჭირები არანაირად რო იმაში არ ჯდებიან კუნთმაგარები და გონებაჩლუნგები ღირსება არა თავმოყარეობა და პატრიოტიზმი არა ანიქეთ აკაცუკების ისა აი ეს მიიღო ქვეყანამ და ღებულობს ეს ქვეყანა ღებულობს ყველაფერს დამსახურებულად მე ამის წინ ერთი ვიდეო დავდები ისა შევარდნაძის გამოსვლა იმაში CKKPSS-ში იმას რა ქვია სერგო ორჯონიკიძეს როგორ მისტირის და როგორ იხსენებს და როგორ ტაშს უკრავენ და მე რო გამოვიდა ეს რა ქვია არჩევანის წინაშე რო დადგა ორჯონიკიძის მაქებარს და შეინჭირიმე შენგენასვალის მაძახებელს დაუჩოქეს და გააყვენ და ზედ გამსახურდია ყოფილა მტერი ხო აი საერთია ხალხმა და ეს იყო ბარაბას გზა და ამ ბარაბას გზა მოგვიყვანა აქამდე და ეს ბარაბას გზა წაგვიყვანს კიდე წინ და ნახავთ პიროვნების კულტებმა დაღუპა ეს ქვეყანა საერთოდ კერპომანია ქვეყანაში ელემენტარულს გეტყვით დაბალ დონეზე კი არა უმაღლეს დონეზე ილია მეორის შემდეგ გახდა შიო პატრიარქი ხო ქრისტეს გზით უნდა ვიარო ის კი არ თქვა ილია მეორის გზით უნდა ვიარო ამაში ახლა თქვენ თუ განსხვავებას ვერ ხედავთ ძალიან ცუდად ყოფილა საქმე და დღეს როდესაც მოდიან სადა ქვეყანა და საქართველოს გლეჯენდა ინაწილებენ საპატრიარქოც დუმს მრევლიც დუმს არ ვიცი ალბათ ოჯახის სიწმინდეზე გამოხვათ მე იმითი რა ქვია დროშებით და აგლოცო პატრიარქმა და ეს და აი ამის თქმა მინდოდა რა დამელოდეთ ძალიან საინტერესო ბლოგები უნდა შემოგთავაზოთ მოღალატე სულ აძაღლებულ ქართველებზე რომლებიც ქართველების წინააღმდეგ პირდაპირ გადაკეთებულ გვარებზე კი არა ლაპარაკი პირდაპირ ქართული გვარებით რომ მონაწილეობდნენ საქართველოს განადგურებაში ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ